როგორია როგორც მეომარი ბესო ჩუბინიძე გვესაუბრე. აი და ომის მონაწილე და ასე შემდეგ. ხო, აი ომის მონაწილე მეომარი აბსოლუტურად სხვა არის და მშვიდობიანობის დროს მეომარი აბსოლუტურად სხვა არის და ორივეს ვითავსებ დიდა ვითავსებ ალბათ იმ გონებით და იმ გაგებით რა გაგებითაც აქამდე მიცხოვრია რომ აი ოცნებაზე რო ვახსენე ზუსტად რისთვისაც ოცნებობდი თუნდაც იმ წლებში. ხალხშორის მე სანამ ამწვრად გიპასუხებ საჩუქრად წამოგიღე ჩემო თორნიკე ეს არის ჩემი ახალი მესამე წიგნი ღიმილის ბიჭები ხატრულ დოკუმენტური რომანი აფხაზეთის ომიდან ნამდვილი ისტორია სინამდვილე ეს რუსთავის ბატალიონის ბიჭები ეს ჩვენი ბიჭები არიან ეს მე ვარ და საჩუქრად მინდა გადმოგცემ იმიტომ რომ აქ არის ბევრი ასე ვთქვათ ისტორია რომელიც ამ ომში ჩემი თვალით იქნა როგორი ჯელი ხარ 17 წლის ვარ 18 წლის ვარ უფრო სწორედ ანუ თემას ხო მაგ თემას მოვაყოლე ზუსტად ეს წიგნი იცი ეგომი აბსოლუტურად სხვა იყო მაგრამ დღევანდელი ომი რა ომშიც ვარ ჩართული ხო ეს გაცილებით უარესი ომია იმიტომ რომ მან მტერს ფიზიკურად მაინც ხედავდი და ხელი საუკანკალებად გამოკრავდი სასხლეთს და მოკლავდი იმას ფიზიკურად ახლა რა ომიც არის ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ეს არის გონებრივი ომი რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ იმ მტერს არ გულისხმობ ვირუსს და რაღაცას არა იდეოლოგია ეგ ხო თავისთავად ომია ნუ ვირუსთან ომი ეს კიდე ცალკე თემა და ჩემი მადლობა იმ ექიმთა გუნდს საერთოდ ზოგადად რომელსაც დღეს აგინებენ და გუშინ მადლობას და ტანს უკრავდნენ მაგრამ აი ეს ომი რაც ახლა წარმოებს ხო იდეოლოგიური ომი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცილებით აი ბოდიში ამ გოთენრული ომია რა მტერს ვერ ხედავ და მეგობარი არის შენი მტერის სინამდვილეში ის გითხრის მეგობარ სახელმწიფოებრივ დონეზე ვლაპარაკობ ის კი არა რაღაც მაკაცი და არა სახელმწიფო აი ეს ომი ძალიან რთული საწარმოებელი აღმოჩნდა იმიტომ რომ დობის მომენტი დაიკარგა მტერს სხვათა შორის მკვლელებს რო გვეძახიან ხოლმე და აი და 90-იანები და ეგრე არ არის ჩვენ მკვლელები კი არ ყოფილვართ ჩვენ ვიყავით ჩვენი ქვეყნისთვის მეომრები და თუ ვიღაცას ამის გულ გამო ფიზიკურად ვანადგურებდით ამიტომ მკვლელები არ ვართ ჩვენოთ მეომარი ხალხი და ასე გუჯეროდა და დღესაც ასე გუჯერა და ასე ჯეროდა იმ 17 შინდისელ ბიჭს და ასე დაიჯერებს კიდე რუსეთ-საქართველოს უახლოეს ომში რომელიც წინ გველოდება კიდე ჩვენი ქვეყნის გასაერთიანება აქ შიში ქონდა რომ მიდიოდი არავითარი შიში არ მქონია ენთუზიაზმი მოხალისის სტატუსით წავედი ასე ვთქვათ პირდაპირ ჩემი 15 წლის ძმა მიცოდა ერთადერთი რო გავიპარე მას დაუბარე და ეგ ისტორიაც არის მან შესული არა შიში მაგ დროს არაფრის არ არის შიში თუ გაქვს ვერ წახვა უბრალოდ აფხაზეთის ომზეა საუბარი კი 93 წელი ბოლოს იმამდე რა ქვია 27 სექტემბრამდე როცა სოხუმი გაყიდეს აი იმ პერიოდამდე ვამბობ მაგ თემას და აქ მშიშარა ხალხი ეგრევე როგორ იყო იცი აი გაიყიდა რა ადამიანი ეგრევე გაიყიდებოდა ბჭყალებში ფულით კი არა იდეურად იყიდებოდა და ნუ ბრუნდებოდა უკან შიში არ არის ცუდი თვისება შიში ნორმალური თვისება მაგრამ ეხა ეგ მე რომ ამღერო მაგალითად მე რომ გამარეჩინო კი არა გამარეპინო არ შემიძლია ხო თუმცა დღეს ყველა მღერის რავი მე ჩემს გარდა მე მგონი ერთ-ერთი რაც არ შემიძლია ჩემი ძმაკაცების ხელში სიმღერა ვერ ვისწავლე და არ მაქვს ანიჭიდე ხარ რა ვქნა ანუ როგორც ის თქმა მინდა იცი როგორც ყველა ვერ იქნება მეომარ და ვერ მოსთხო იარაღის ჭერას შეიძლება შენ აქ უკეთესად ომობ სხვა იარაღით ვიდრე მე იქ იმით რა ქვია იმ ავტომატით იდეოლ ყველას რაღაც საქმე უნდა აკეთოს რა თავის ქვეყნისთვის და ეგ არის ომი მედი კი არაფერი